მაღაზიაში ვიყავი და გეგას სიყვარული არის ეს დონატი ხალხნო და ხო ვიცი აკოცე ხონია და წამო ერთი შენია და ერთი იმის ოღონდ დაციცები არ დაყარო ბაცი ვარში შევერა და ერთი შენია დონატი ისკები ყველა შენია მაგრამ არ გახიო და იატაკზე არ დაყარო იმის ისინი კაი მე კვერცხის შევწავ კარტოფილი მოვიტანე და ეს გეგამ გამოიტანა ამხელა 5 ლარი იღებს მე მგონი კები ყველა ერთბაშად არ ჭამო გინდა შეინახე და მერე თუ მომინდა გეტყვი Komplet. Kotes გაუმზადე ეს კიდე ხა დასალევად. ჩემთვის მოიტანე მიწის ხილი. ჩავაგდე 20 ლარის იყო რაც მოვიტანე. აი ეს მოვიტანე 3 ლარის. ეს უფრო ბევრი გამოდის. იმასთან შედარებით. უყურე აგერ რამდენი ჭიქებია. ჩაუწიე. მეცუდა დავივარ და მივედი. ეხა გავრეცხე და წყლის წვეთები თუ შეჩავს, всё. კაი, მე დავისხა მამაში. წყალს დაუბრუნებაში გრიბდება მერე დავდე. ჩემ წაყალს. დარარირარა. გოდე. ჰადედი. ეს უნდა ყოველ 4 საათში. ხოდა, გოგეთ, მუხრანი რო დამირეკავ. უთხარის იმაზე აზიას კეფზე 75 ლარი უთხრეს მარკეტილში იყო მუხრანი 75 ლარი უთხრეს ოღონდ ეუღლებიანი ზომაზე არ მიდისო და არიციან 38 ზომა 36 ფეხს მოუხდება თუ არა აქ ყოველ ჯერზე ერთი ზომით დიდს ვყიდულობ გოდესთვის ფეხის ზომას ეხა რომ ვყიდულობ მე ჩუსტებს უბრალოს და 75 ლარი როგორი მისაცემია თან მე კარგი არ ექნეს რაღაცა მუხრანი იძახის რომ აქ ყითვას ჯობია ზუგდიდშიც იგივე ფასი იყო ეგ ხო და ზუგდიდში ვნახოთო თან წავიყვან ბავს რაღაცა და ის ჯობიაო იქ გააზომებს და დიდ ზომას უყიდეს თავისი ექნება. ჩაუწიე დედი. მოკლედ ძვირფასებო კოდეს ტელეფონით გადავიღე ეს მუხაზველი ტელეფონით. ხო და აღარ მახსოვს აქ უკვე რეებს ვაკეთებ. იმიტომ რომ ვიდეო ვერ გადმომაქვს პირდაპირ და ეს ვიდეო 32 წუთიანი იყო მიწევს რომ გავახმოვანო. ასე რომ ბევრი რამ არ მახსოვს სიმართლე გითხრათ. ჩაუწიეთ ხმას. მე მგონია კვერცხს ვწვავ. ხო, მე მგონი კვერცხს ვწვავ იქ ნიორს ვასუფთავებ. თან აქ ეხლა კერვის პროცესში ვარ. რაღაცები გადმოვყარე და რაც შავი ძაფით გაიკერება იმას კერავ ყვითელიც ქონდა მეგონა, მაგრამ არ მქონია ასე რომ მომიწევს ლოდინი ხვალამდე. ხო აქ
მე მგონი აქ ვიძახოდი თუ მანამდე ვიდეოში არ მახსოვს. ადა რომ მყავდა პატარა, მაშინ ვიყავი მეთქი ამ ფორმის, ანუ ამ წონის ფიგულისხმე ჩემი თავი. ხომდენი ხალხიდან იორი იმიტომ დავჭერი, რომ თან მუხაც მოვამეთქი და უყვარს მუხრანის კვერცხი შემწვარი ხახვით და მწვანილებით, ამიტომ გავაკეთე ბლომა და 10 კვერცხი შევწვი. გეგას მოთხოვნა იყო აქ მწვანილებით და შემოვიდა ხო გააქვსო დედიკო მწვანილებიო და მე მეგონა რომ არ მქონდა. თურმე მქონია. ხო, აქ იმას გეუბნებოდით, გახსოვთ მეთქი, რომ გითხარით, მწვანილი თუ ვინმეს დაგჭირდათ, მითხარით მეთქი და მე დავამთავრე მეთქი, მეგონა დავამთავრე და აღმომაჩნდა, რომ მქონია. და გუშინ ვეძებდი და ვიძახოდი, რომ არ მაქვს მეთქი ოხრახუში. დედიკო, მე მოგხედავ, დამაცადე 1 წუთი. მე დაგიბანდე, დაიცადე 1 წამი და მოგხედავ. ხო, ვიცი, დახტი ხარ ფეხში შველი და რა იქნება აბა. რატო გაიხადე ფეხზე და ნასკები? უნდა დავიბანო. ვიცი, დაგბან, დამაცადე. ხო, თანდათან რეცხავ, რასაც ვსვრი მე მგონი. არ მახსოვს ღმერთო, არაფერი არ მახსოვს, რას ვაკეთე. My foot are dirty. ბავშვებიც მყავს დასაბანი ღმერთო. მუხა სანამ არ მოვიდა, მანამ ვერ მოვაბი ამ ვიდეოს თავი, იმიტომ რომ მშობლის ის არის ამაზე კონტროლი დაყენებული და გადმოწერის უფლება არ გვაქვს არაფრის. თუ თანხმობა არ მოგცა მუხრანი. ვუი ხო აქ. ეხა არეულობა გამიკეთა მეთქი ადამ და იმას არის რომ გაჩვენე. არ დაიტოვებიან 1 წუთით. დედი დამაცა 1 წუთი, მალე მორჩები. 1 წუთი. დამიდამფე. ხო დედა კი, 1 წუთი მორჩება. ხო აქ ჩემს იმას ვიკეთებ ჩაის, რომელიც გამიცივდა და მე გაციებული დავლია. მე ვარის. Good eyes. და დედსან ჰარის. ვუი ხო, გოდე მეუბნება აქ ცხვირზე რა მჭირსო და ძალიან წითელი და ის რა ქვია, გაღიზიანებული ცხვირი. შუშხი რო აქ. ვაზელინი წავუსვი, არ ვიცი აქ ჩანს თუ მერე ვუსმევ, მოკლედ აღარ მახსოვს. დედა ის ფოტოები გულანი ის არა. მოკლედ აქ კაკაო გავუკეთებ ბავშვებს რძით, რა თქმა უნდა, წერო გამომიგზავნეს. ეგრევე მოვადუღე და გავაკეთე კაკაო და ძალიან გემრიელად დალიეს სამივე. ადამ ჩატოვა ცოტა და ადა შენი ხმა, ადა ჩუმად, გოდერძი მე ვთქვი, მაგასაც გადავაგდებ გარეთ. შეინახე. მოკლედ ბურთს თამაშობენ და ისეთი აურზაური არის სახლში. ერთი გადავაგდე გარეთ და უცებ ქალმა წაიღო. ხო და ეხლა მეორესად გადავაგდებ მეთქი ვიძახი. ისეთი ქარია ჩვენთან. მაგრამ
ჩმოვითამაშეთ. აი ესე, გავაგორებთ. კარგი, მოდი ერთ წამზე. კიდე ხარ ტკივა თავი? ხო. კა. თავი მტკივაო გეგამდა. ნუროფენი მივეცი სიცხე ქონდა თან. მე რომ მოვედი ქალაქიდან. საყურე დამახვედრეს. მე გეგა ესეთ სიტუაციაში რომ დავინახე. უცებ წამლები მივაყარე, თავზე კიდევ კაის მქონდა. და საფენი რომელიც ანუ მაღალი სიცხეს დროსაც გამოიყენება და მოკლედ რა ვიცი, ხა კი თამაშობს და კი ახასიათზე. მაგრამ მივარდნილივით იყო მე რომ მოვედი. ჩემი წასვლა გეწყინა დედიკო მეთქი და მაგიტო აქ ტკივდა თავი მეთქი და კიო დედიკო. აწი ერთად წავალთ მეთქი ვუთხარი, მაგრამ სიარული არ უყვარს არც ერთს. მოკლედ აქ ძვირფასებო მაღაზიიდან მოვიტანე ეს თხილი, ერთი ცალი, საღებავი კვერცხისთვის, 5 ბანანი. ერთი ბანანი გადავდე რომ კექს ვაცხობ და მაგისთვის მინდა მეთქი. ეს ვაშლი მოვიტანე დღეს ეცლარად ვიყიდე ქალაქში. აი ის ცხვირის გამოსარეცხი არითიც დღეს გოდეს და გეგას გამოურეცხე ცხვირი მეთქი და ძალიან კარგი რაღაც ყოფილად სხვათა შორის ტემუდან გამოწერილი მაქვს ეგ. და ქიშმიშიც მოვიტანე კექსისთვის. აქ გოდერძი კვერცხი მინდაო მეო და შევიწვავო და ჩუმად გოგო ბოლოს ისე მიქნეს რომ რა თქმა უნდა იატაკზე დაასხეს. აქ ბანანს ადას ფუჭრი, იმიტომ რომ დაჭრილი უყვარს ქალბატონს. და მე უკვე გოდერას ეძებს ვერ მივხვდი, რა უნდა და ვერ მივხვდი. ხო, ის რომ დაასხეს ის ქაღალდი მომიტანე მეთქი ვუთხარი. თუ ის ავწმინდო თქო. ხო, აქ მარილს ვაძლევ გოდეს, არ შეგეშალოს და სოდა არ დააყარო მეთქი. სხვათა შორის ძალიან გემრიელად მიირთვა. 3 კვერცხი შეწვა და 3-ვე მიირთვა. აქ მეც მივიცმევ დიდი სიამოვნებით. თავჯეკი და ბანანს, გოდემ დაიწყო ბანანის მithmeვა, მანამდე არ მიირთმევდა და ძალიან მიხარია ეხლა რომ დაიწყო. მოკლედ ამ ვიდეოს იმიტომ ახმოვანებ რომ ხმაური იყო, მუსიკები ჩართეს და ასე შემდეგ და მაინც ხმაურობენ, სხვანაირად არ გამოდის აქ. მოკლედ ეხლა იმას ჩავდებ. აი ასე. კარგი. გოდერძი. სადაა დედი? მაგარია. არ მინდა არ დააგდო. ეს ბოლო ერთ ლუკმას რატო ტოვებ? ხომ არ თო. საწებელი გამიტანე. ესე იგი, ეხლა ძვირფასებო. ფოთოხლის მაქვს, ეს მე გაკეთებული აქვს. ვიდეოში მე მგონი. ბევრი რაღაცი გაკეთა კექსი. შოკოლადი, ბანანითა ფოთოხლის გაკეთებული მაქვს, მახსოვს. მახსოვს რომ ვაშლის გაკეთე ფიქრობ. ხო? ხოდრიკო. მაგრამ ეხლა მანახეს ერთი საერთო რომ მქონდა გადანახული მოხდანი მაგრამ მიაგნოს მე ის არის
ჩეკი ჩავაგდე. კარგი, ეხლა რა მინდა მე იცი? ორცალ ვაშლის გავთვლი და მაინც გამოვიყენებ, მაგრამ ვაშლისთვის I can do anything. What do you need? კონტეინერი მინდა. ან რამე მსგავსი. კონტეინერის თასი. თუმცა ამ თასში გავაკეთებ. ეხლა რას ვაკეთებ მე და ამ ვაშლს გავთვლი. კიდევ ვაშლის უნდა გააკეთო? მოკლედ ვაშლს და ბანანს შეურევ რახან მაქვს და ქიშმიშსაც გავაკეთებ ცოტას. ქიშმისი კაია. თანთასთვის ვიყიდე საჩუქარი დაბადების დღეზე რო არ ვიყავი. თებში არ იყო დედა? კარგი. დედა რა მოგწეს ხა? ხო, ეხლა რა მინდა და ამაზე დავჭრი, ეს აღარ ჩანს მომდევნო. აი ასე. გოდე? გოდი ბიჭო? რა? შიმშილით. მახსოვს ერთხელ იტალიაში რო ცხოვრობდით, მაშინ გავაკეთე. რა? ექსი გოდე მყავდა პატარა და იოგურტით გავაკეთე და აღარ მახსოვს. სიმართლე რომ გითხრათ, ის ძველი იყო, ვიცი. ძალიან რბილი გამოვიდა მაგი. და აღარ მახსოვს. ეხა ეს არ ვიცი დოზა რამდენი გამოვა და რა რამდენი დამჭირდება, მაგიტოა რომ ესე პატარ-პატარებად დავაკუცმაცებ. ვაშლის მიყვარს ოდნავ მომჟავოზე რო გადაყავს, მაგრამ ეს არც ტკბილი არც მომჟავო და ვერაფერი ვერ გავიგე რა გემოაქ ამას. არ მომეწონა. ლარიანი ვაშლია. აქ სამი ღირს ხოლმე და მაგიტო რომ ვნახე რომ ლარი იყო ეს ვაშლი. თანმომწვანო იყო. ვიფიქრე კარგი იქნება მეთქი და მაგიტო ვიყიდე. ეხლა გეგასაც უნდა ვაჭამო, რამე არაფერს არ ჭამს დღეს. ჭამს მეთქი რო ვიძახი. ეხლა დღეს საერთოდ მიატოვა. კი შეჭამა. კარაქიანი პური და ის, მაგრამ ეს არის მარტო საჭმელი. არაფერი არ უნდა.
ეხა ამას რატო ვაკეთებ ერთმანეთში და მაგასაც გეტყვით. სლიპინებს აქ. იმედი არ მიცით, იმიტომ რომ ისეთი დაჩაკარაკი არ მოსწონს, მარტო შოკოლადიანი. ის ნუტელა. ნუტელა არა მაგი. რა ის? დედა, რას სოდეს არ კიდია სად მიდის? თებში წაიღე. აგა. მერე დაიწიწკნე მართმა სულ ესე რომ დაგავს. დაგავს იმასავით. დავუტოვეთ ხეს კიკინების მუხრანის და შემახსნევინაო მტკივაო. თან მე არ მიყვარს ეს აწაპნილი რო აქვს ძალიან აწეული რა ქვია მაგას არ მიყვარს ეგრე აი ჟელე და ყველაფრით ერთად რო იმაგრებენ და რაღაც ესე არ მიყვარს ნელა ვუკეთებ რომ აი არ ეთკინოს მაგრამ თვითონ არ მოსწონს ესა წავიღო პურზე იყო დიდი პარტაკი ჩაგება სარეცხავდა აი მოკლედ ლიმონის წვენი ამაში მოვასხით სუფთადებშია აქ დავაფაროთ ეხა ეს უკვე დასარეცხია ჩავაგდოთ თოთოხალი რო გავრეცხე კი ხედავდით და დავიცი ვინც არ ხედავდით და დაგინახიათ რო არ დავიწეროთ რო გადასხვა არ უნდა დაო გავრეცხე დავწმინდე კიდევაც. ვუი ხო, დღეს თებში რომ დავემტვრა მეთქი რომ გითხარით. იქ ერთი და ყიდვა რომ მომიწია. დადიკო რაღაცა გითხრა? აი ესეთი მომცა, ეს აქვს არცილდება. ესეთი მომცა, ანუ იმას წააგავს. გაჩვენოთ. ხოდედა. აი გახსოვს აი YouTube-ში რომ შევალ და შენ channels რომ უყურებ, აი მე შენ ვიდეოს ხედავ, ახლა რომ მიღებ. ხო და მოკლედ იქნები მასში გამოგადგესო და ეს მომცა. დღეს სხვა საჩუქრის ყიდვა მინდოდა თამთასთვის, მაგრამ იმისი ერთი ჭიქა არიდო იმ იმაში. არ ვიცი, მეორეში თავსახური არიდო რომ მომეწონა და მოკლედ ავიღეს იმას რა ქვია. კარი გააღებინე და ლიკას კლასელთან ავიღე, როგორც ყოველთვის იცით. დუღალეთი რო გამეცხე, კარგი. ახლა რა მინდა მე და ჩემი ბლენდერით ვაკეთებთ ყველაფერს ახლა. ერთი გამაქვერებელი მაქვს და ერთი ეს ორი ვანილი ის დამჭირდება ეს წესით ასე ჩუმად ვიდეოს ვიღებ მერე ბრასდებ მე და მოკლედ Ada, გადაიწვება და სიგნალში მოგიწევს ყოფნა.
კვერცხი. Okay, I know why we would win. ოთხი კვერცხი მოფენი მე. ერთი არ მაქვს სავსე. აი ამის სავსეს გავაკეთებ შაქარს. ასე. მარილი. გოდე, ჭამის მერე უცებ არ იხეხავენ. ძე. საწავიღე ვანილი. გოდეს ერთი გამომიტანე. რად არ გავავსებ? კარგი. ეხლა ცოტას დავაბლენდერებ და თან ჩავყრიმერებ ქვილს, თავსახურისაც წავიღე. ეხლა ეს როგორ განაახოთ? დაიცა სკამზე ხო? დავდგი. არიწევა მეტი. გას ვერ გამართავ აქ ჩანს. აი კი ჩანს. რახილი არის? ნახა. მარტო ვაშლი და ის ბანანი ხო? ფქვილი ხო? სოლა. სულ ფქვილი, არა ფქვილი. ვინა მან დაბანოში? ადა. ეხეხავს. მე რატო აჩვენეთ იქო დღეში სამჯერ ვინ იხეხავს? სამჯერ მე არ გავიხეხე. დილით ხო დაიხეხეთ? ხამე კიდე მოითხოვს ის. დედიკო არა. არ გამიხეხია. ვაფშე. დილით? არა. როგორ არა ბიჭო? აბა ვინ იყო მანდ? შენ თუ არ იყავი? ეგა იქნებოდა ანა. ორი ჭიქა. მოდი. ეხლა ვნახო სისქე როგორი აქვს. აგეკოსი. კაია. კიდე უნდა. აი. ქვილი კიდე უნდა. ასე ნელა იმიტომ ზომავ რომ ვიცოდე მე შემდეგისთვის და ზუსტად დავწერო. მიდი. მიდი. აი უშუღურა დაიხნა გადამეწვება. სანდრი ვაიხლა. კარგი. всё. ეხლა რაც არის
არის, იმიტომ რომ მე სად მაქვს ის აი აგერ. გოდე. გახსოვს რომ ის ერთი გაიტეხა? ჰა? გაიტეხა ერთი ისეთი. ეხლა აქ გაატყდა. ხო გაატყდა მართლა. ნახე, ეხლა ტანსაცმელი იქნება სული. გამოიყვანე, ეხლა მაგი აქეთ. ადა. ეხლა ქვილს ეს გაიმატებს, ჯერ თხელია. უყურეთ. ნახეთ როგორი თხელია. ჯერ დავამატოთ. მორჩა. აი ასე. შევუკეთე. ვანილიც. ჩაიხვი. აქეთ არ წამოხვიდე გახტილი. თუ წამოვალ აგერა. აგერა. ესე. აი წამოხვიდე. ამოურიეთ. ვიცი, დამაცადე არ გამოუშვა, მორჩები აქ. დამაცადე, ვიცი, ხედავ. ხო, და ესე როგორც კედელი. და გაიჩაიკეტა. ქიშმიშიც აქ არის. ეხლა წაიღე დედიკო ჩუსტები რა არის სადა? ნახე არ გაიმძრევა. ხო არ გაიმძრევა. გამორიცხულია ეს რომ გაიმძრევა. ხო, ვაშლი რომ დააგდო არს გაიმძრა. ხო. ვაშლი და ყველაფერი სხვა უნდა აიღოს. გამორიცხულია ეს. არაფერში არ დაგეხმარება ადამიანს. Ole, ana gepase. გაიწიეთ, აგორდერძი, გაიწიეთ. ქიშმის? ქიშმიში და ისა. გემოც კი არ გამისინჯია არაფრის. არც ცომის, არც იმის, არც. რა უნდა გამისინჯა, მაგრამ ცომის გემო არ გამისინჯია, მაგრამ რა ვიცი. ვის უნდა რომ ცომი გასინჯოს? მე რა. განახოთ. მოკლედ, ესე გამოიყურება. ეხა დავასხამ გახურებულ ფორმაში. იმ ფორმაში ისე ამით ცოტა რა ვიცი, მაგრამ ფორმებზე მაქვს საფიქრალი, ვიფიქრებ მერე და ვიყიდი. მოკლედ, აი ესე. ბანანი და ქიშმიში მოკლედ, დავასხი ტილოსაც აიღე და ეხა ჩავდგა მღვიმელში. 180-მდე დავაყენე. აი, ხედავთ სადამდეც არის. ხო და მოკლედ, დავედო გეხება. თუ რა გამოგვივა. გამოგვივა რატომო გამოგივაო მე თქვით? კარგი, დავედოთ აბა რა გამომივა. რა გამოვა ვნახოთ. ვუი ხო. ერთი მაინტერესებდა ამის გემო. სომის ხმას დაუწიე? The Bluetooth device is connected successfully. მაგარი ძალიან მაგარი ლიმონის გემო აქვს. არ დაკარგულა. გემო. ძალიან მაგარია.
მართლა მაგარია. ესეთი გემოთი თუ გამოვა, სუპერ იქნება. ნახოთ აბა. ესეთი გამოვიდა ძირფასებო. აი. აი ესეთია. სიმაღლეც კარგი აქვს, ასე რომ და ვიცი. მოკლედ. კოდე იძახის ფუმფულაო. აი დავადე. ვიცი და, მაგრამ ხამაში ვაშლი და ბანანი რომ არის, მაგარი იქნება. აი პოსტანა. მართლა რბილია. რა თქვია? ო, ძალიან მაგარია. ნაი. ეხა, იმიტომ რომ გითხრათ როგორი არის, თორე რა ცხელია. იმიტომ რომ გითხრათ რომ კაი და დედა რატო უტყამ ისე? ფუფულა და სასაცილო. მართლა კაია. მოგიჭრა? შეჭა? აი ამიდან ერთ ლუკმას ავიღებ მე და დანარჩენი შენ შეჭამი თუ გინდა. აი უყურეთ. მართლა ფუფულაა ძალიან. ფუფულა და სასაცილო. ნახეთ, აქ ვაშლი შემხვდა. ქიშმიშიც. მაგარია. კაია. ვაშლია ცხელი. რბილია დე მაგარი. კი. გასინჯა ჩემი ჩანგლით. ქიშმიშიან შეჭა. ძალიან კაია შენ თავს ვიცი. შევჭამ ქიშმიშიანს, იმიტომ რომ ქიშმიში მაგარია. აქ ბანანიც არის. Yes, banana chef. Banana chef da. კაიადე. მართლა მაგარია ხალხო. აი ძალიან რბილია. კაია. ერთ გავსინჯა დამარჩა. ხო მაგარია ეს. მე ამას აღება. ესე იგი. სამივე გემოიგრძნობა, მაგრამ უფრო მეტი 500 და რათი? ლიმონი და არის ძალიან მაგარი. აი ძალიან მაგარია. მართლა. მაგარია. არ შევცდი რომ სამივე ერთად გავუკეთე. უხრა და ფუფულა. ასე რომ ვიფასებო. ახლა ხანს რო გამოვაცხე და მაგარი იყო მეთქი რომ გავიძახოდი, ეს პირიქით. ძალიან ბილი გამოვიდა და ახეთ. მოუყურეთ. აგერ ლოქს. ეს ვაშლი. მაგარია. რეცეპტიო რომ მკითხოთ. რასაც ვაკეთებ, სუსტად ვაჩვენებ. მარტო ფქვილი გავუკეთე 4 ჭიქა. ანუ ნახევარი მივამატე მერე და ფქვილს რომც მე გითხრათ 4 მეთქი თქვენი თვალი უფრო გეტყვით თუ სჭირდება ამდენი ან თუ მეტი უნდა მაგალითად. მე რო ვუყურე ვიდეოში ამას ადამიანი ერთ ლიმონს ერთი ჭიქა შაქარი, ანუ დიდი ჭიქა იყო, როგორც ის მე გავაკეთე და წარმოიდგინეთ უკეთებდა 2 კვერცხს. მეორე ვიდეოს სადაც ვუყურე 3 კვერცხს უკეთებდა და მე 4 გავაკეთე, ისედაც ნახეთ და მე ჩემი იმით მივყევი. მარტო თითო იყო რძე და შაქარი, ამიტომაც რძე და შაქარი იგივე გავაკეთე, დავტოვე დოზა, კვერცხი დავამატე და ფქვილი იქ რაღაც ძალიან დიდი, აი ესეთი დიდი ჭიქით იყო, ოღონდ სხვანაირი ჭიქით.
ეხა ძვირია მაგ ჭიქები და აქვთ. აი როგორ გითხრათ, რაღაც ფორმა გამოყვანილი ჭიქები იყო, ბევრს არა აქვს ახაც, მაგრამ საერთოდ აქვთ. ხო და მოკლედ იმის თქმა მინდა, ეხა ვიტყვი რაც აქვს, რომ მე მოისმენთ ვიდეოში ქემაის დეტალურად. ერთი ლიმონი, ოღონდ მე დავჭერი, ისინი პირდაპირ აგდებდნენ ჩემ ბლენდერის შემეშინდა. იმიტომ რომ იმათ უფრო მაღალი დონის ბლენდერი ჰქონდათ. ერთი ლიმონი, ერთი დიდი ჭიქა და გაჩვენეთ რანაირიც ჭიქა არ იყო, მაგი კონტეინერი იყო, მაგრამ დააკვირდებით. თან ეგეთი ხა ყველას აქ თითქმის შაქრის და ყავის ჩასაყრელად. კიდევ იმავე დოზით ვუქენი რძე, თლად არ ავავსე, სადღაც 2 თითი რო დავაკელი იმდენი, იმავე დოზა ზეთი ვუქენი, მარილი ვუქენი და ეს ყველაფერი რო ავთქვიფე, კვერცხთან ერთად, რა თქმა უნდა, 4 კვერცხთან ერთად, მერე დავამატე 2 ჭიქა შაქარი და მერე ჩვეულებრივ იმით ამოსარევი რომ აქ ტორტებში რო იყენებ, აი იმით დავამატე ის 2 ჭიქა ფქვილიც და სულ ბოლოში ვუქენი ეს დაჭრილი ხილი და კიშმიში ერთმანეთში არეული, ოღონდ ლიმონის წვენი მოსხმული, ერთი ლიმონის წვენი მთლიანად დავაწურე ისიც ნახეთ და ძალიან მაგარი გამოვიდა. ანუ საბოლოო ჯამში გამოვიდა რომ 2 ლიმონი გამოვიყენე, ერთი დავაბლენდერე და მეორე ხილში გამოვიყენე, იმიტომ რომ ძალიან კარგია ესე თურმე მასწავლეს ეგ და გეტყვით ვინც მასწავლა YouTube-მა. სულ უყურებ უფრო მეტად უცხოურ იმებს და იქედან ვნახე ეს რეცეპტი. ეს მანამდე გავაკეთე მე ოღონდ ფორთოხლით. ეხლა გავაკეთე ლიმნით და თან ეს ხილები არ იყო გამოყენებული, კენკროვანი გამოიყენა იმ ადამიანმა. მე რაც მქონდა ის გამოვიყენე და ძალიან მოუხდა ქიშმიშიც, ვაშლიც, ბანანიც. სამივე გემოერთნაირად იგრძნობა. ლიმონი უფრო მეტად, მაგრამ ის დანარჩენიც არ დაკარგულა და მოკლედ რომ არ მოწონებოდა გოდერძის, იცით რომ ტორტების და რამისგან დიდად თავს არ იკლავენ. ხო და ასე რომ თუ არ მოსწონთ და არ უნდათ ძალით თუ არ მომწონდა, ახლა შევჭამდი ამას. თლიანს. ხო. ფაფა გავაკეთე ბრინჯის. არ უნდა და არ შეჭამ. მოკლედ ესე ჩემო კარგებ.